სტომარი უკვე ხაზეა, ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი. ბატონო ლევან, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ლევან, მე მინდა თქვენთან დავიწყო საუბარი ამ ცვლილებაზე, რაც ახლა პარლამენტში განხილვები მიმდინარეობს და როგორც ვიცით, სავარაუდოდ საბოლოოდ მიიღება ეს ცვლილება, რომლის თანახმად ემიგრანტებს საზღვარგარეთ არ ექნებათ შესაძლებლობა საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, მათ მოუწევთ თუ ექნებათ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ საქართველოში და ადგილზე მისცენ ხმა. გითხარით, რისთვის დასჭირდა ეს ქართულ ოცნებას? მე ძალიან ხშირად ვსვამ ამ კითხვას, იქიდან გამომდინარე, რომ ემიგრანტების წილი საერთო შედეგზე არც თუ ისე დიდია გავლენა შედეგის თვალსაზრისით. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩდება კითხვა, რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამ ცვლილების მიღება რეალურად? მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოწვრთობილი პოლიტტექნოლოგების რჩევებით. და პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ პოლიტტექნოლოგებმა უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ როდესაც რუსული სტილის ჰიბრიდული ჩარევა ხდება ხოლმე საარჩევნო შედეგებში, მაშინ თავარი მოწინააღმდეგეები და ვინც ამ ჰიბრიდულ ჩარევას აჩერებენ ხოლმე, ძირითადად არიან ემიგრანტები და ევროპაში მცხოვრები ადამიანები. განვიხილოთ მოლდაუს მაგალითი. თქვენ ვიცით, რომ იქ შესაბამისი ოლიგარქები, მაგალითად ოლიგარქი შორი, უამრავ ფულს დებდა, ასე ვთქვათ, პროპაგანდაში, საარჩევნო სისტემის ცვლილებაში, საარჩევნო პროცესებში ჩარევაში, რაღაცა პატარა აქტივისტურ ჯგუფებს ქმნიდა, ტელევიზიებს ქმნიდა, რეგიონალურ თვითმმართველობებს იგებდა და ამით ცდილობდა საარჩევნო შედეგებზე ზემოქმედებას, რომ ანტიევროპული ამორჩევლების მობილიზება მოეხდინა. და ამის საპასუხოდ ვთქვათ, ძალიან გაძლიერდნენ მოლდოვიდან ევროპაში წასული მოქალაქეები და იმათმა თქვეს, რომ ჩვენ შორიდან ამას ვამჩნევთ, ხვდებით, ეს ჰიბრიდული სტრატეგია ჩვენთვის ცნობილია და ისინიც დაირადნენ და საბოლოოდ რომ ევროპა მოლდაუმ შეინარჩუნა ეს ევროპული კურსი, რეფერენდუმი მოიგო, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპაში მოლდაუს ინტეგრაციას და ასე შემდეგ, ყველაფერი, ასე ვთქვათ, მიღწეულ იქნა ემიგრანტების მობილიზების ხარჯზე. გადამწყვეტი სიმძიმე სასწორზე აღმოჩნდა მობილიზებული ემიგრაცია. საქართველოში მართალია ქართველი ემიგრანტები საარჩევნო აქტივობებით არ გამოირჩევიან, მაგრამ როცა ესე იგი ავტორიტარიზმის ხედავ, როცა ეს გეოპოლიტიკური ცვლილება ხდება შენი საგარეო კურსის და ხედვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ემიგრანტები ძალიან მობილიზებული იქნებოდნენ. უკანასკნელ არჩევნებზეც ძალიან გაიზარდა მათი მონაწილეობა კენჭისყრაში, მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა. და ამის ეშინიათ ქართული ოცნების წარმომადგენლებს წინასწარ იზღვევენ თავს. ეს მოლდოვას მაგალითი მოიყვანეთ თქვენ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ემიგრანტებს ხო მიიღოთ მონაწილეობა და დამატებით საარჩევნო ესე ვთქვი უბნებიც გახსნა და აქედან გამომდინარე მქონდათ ემიგრანტებს შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა. საქართველოს მაგალითზე ბატონო ლევან, ხელისუფლებას ხომ შეეძლო არათუ ამ რეგულაციით, არამედ მაგალითად საარჩევნო უბნები უფრო ნაკლები გაეხსნა და ამით შეამცირებდა თუ მაგალითად ასეთ საფრთხეს დაინახავდა, რომ ესე ვთქვათ მობილიზებულია, ხო? ემიგრანტები მობილიზებული არიან, აქედან გამომდინარე ეს ბერკეტიც ჰქონდა ხელისუფლებას, უფრო ნაკლებ საარჩევნო უბანს გახსნიდა და ამით შეზღუდავდა მათ მონაწილეობას, არა? ამას შეიძლება გამოეწვია უფრო მეტი ხმაური, ბევრი მოთხოვნა გაჩნდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, რომ ჩვენთან რატომ არ არის უბანი გახსნილი და ასე შემდეგ და ზედმეტ თავის ტკივილს და ვენახით გასვლას, მათ არჩიეს, რომ ფესვებია და გამოეძირკვათ, ასე ვთქვათ, ვაზი, ვიცი და ამოძირკვავენ ახლა მათი კაშვილები და სხვები და იტყვიან, რომ თლიანად ვაუქმებთ ამ ემიგრანტულ ხმებს. თან იცით რა არის ლევან, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან მოდაში არის ეს საარჩევნო ჯგუფების, სამორჩეველთა ჯგუფების, ან საარჩევნო ოლქების
გადაწერა და ხელახლა ფორმულირება. აი შეერთებულ შტატებში ამ პროცესს უწოდებენ gerrymanderings, როდესაც თქვათ ეხლა მოხდა ტეხასში, რომ რესპუბლიკელები რომელ ოლქებში დაგებდნენ ტეხასის შიგნით, ის ოლქები გაამსხვილეს აი ესე იგი რადიკალი რესპუბლიკელების ოლქების ნიადაგზე. ანუ წარმოქმნეს ისეთი ახალი მაჟორიტარული სივრცეები, სადაც წინასწარ აპრიორად იციან, რომ რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს. მერე კალიფორნიაში უპასუხეს ასევე gerrymanderingით და გადაწერეს ეს ოლქები. ჩვენ მაჟორიტარული ოლქები აღარა გვაქვს, მაგრამ ყავს აი ამორჩეულთა სხვადასხვა ჯგუფები და კანონმდებლობით შეიძლება ამ სხვადასხვა ჯგუფების მნიშვნელობის გაუფასურება. მათი გარიყვა საარჩევნო პროცესიდან, რათა შენი ძალაუფლება უზრუნველყო, შენი ძალაუფლება გახადოს სამუდამო და აი ქართული ოცნება ცდილობს, რომ აი გაუქმოს მთელი ემიგრანტების კვოტა და ამას აკეთებს აი დაუჯერებელი არგუმენტებით. აი თქვენც დაიკითხეთ თუ არ ვცდები, რომ აი მათიკაშვილი ამბობს, რომ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება უჭირთო ამორჩეულებს, რომელიც საუკუნეა. ხედებს და აქვს წერილები თუ ცხოვრობთ იმის AIS ეპოქაში და ცხოვრობთ ინტერნეტის ეპოქაში და შემიძლია ტელეფონი გავხსნა და აქედან კოსმოსში გავიდე რომელიღაცა თანაგზამსა და იქიდან დავინახო რა ხდება იმის იდიკაკაზე. ამ ეპოქაში ცხოვრობთ და ამბობენ რომ ინფორმაციას ვერ იღებს ადამიანიო, ხო? რიცხვილია ეს და არასერიოზულია. და ეს ამხელს მათ რეალურ მიზანს. და მეორე მხრივ მორალურად არის ეს გადაწყვეტილება ძალიან არასწორი. ადამიანებს ეუბნები რომ კი შენ იმუშავე იქ, შენ ოჯახიდან შორს იყავი, იტანჯე, ამ ტანჯვით მოპოვებული ფული გამოაგზავნე აქ, გადაარჩინე ადამიანები სიკვდილისაგან, მაგრამ ხმის მიცემის უფლებას არ მოგცემ. ჩამოდი აქ. აი ნიუ-იორკში ცხოვრობ, ბილეთი ღირს და $100,000 ჩამოდი აქ რომ ხმა მისცე, იცი არ მიგაცებინებ ხმას. მერერა რომ შენზე დგას საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე სფერო, მერერა რომ შენ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მეც რიცხავ საქართველოს ეკონომიკაში. და ხელოვნურ სუნთქვაზე გყავს ეს გაუბედურებული, გაღარიბებული ქვეყანა. მაინც არ მოგცემ ხმას, იმიტომ რომ არაფრად არ მიმაჩნიხარ და პატივს აკეთებ. აი ეს არის ქართული ოცნების გზა. ბატონ ლევან, როდესაც ამ ცვლილებაზე იყო საუბარი, ორი გზავნილი გამოიკვეთა, ერთ-ერთზე თქვენ ისაუბრეთ, რომ ინფორმირებული უნდა იყოს არჩევანი და აქედან გამომდინარე მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და რეალურად დაინახოს რეალობაო. ერთ-ერთი ის არის არგუმენტი ამ გადაწყვეტილების და მეორე ის რომ გარე ძალების ჩარევის პრევენცია ხდებაო ამით და ამ გადაწყვეტილებით ეს შესაძლებლობა აღარ ექნებათ გარე ძალებსო. ერთ-ერთი მაგალითი მოიყვანა მათიკაშვილმა, როთის შემთხვევა უნდა გავიხსენოთო თუ როგორ აორგანიზებდა ეს ადამიანი გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეულ პროცესებსო, რასაც საარჩევნო პროცესში აშკარად ჩარევა იყო. ეს მეორე ნაწილზეც მინდა თქვენი შეფასება მოვისმინოთ. აბსურდთა გვაქვს საქმე, ის როთი სანამ შეეგიზღებოდათ, მანამდე ამის მაგის ქორწილში დადიოდნენ და მაგის რეზიდენციებში დადიოდნენ მიღებებზე და მასთან ერთად მიირთმევდნენ მოლუსკებს და შამპანიურს, არ ვაჭარბებ კადრებით არ ხდებოდა ამის და მერე უცებ გამოაცხადეს იგი ტრად და საარჩევნო რაღაც манипуляციების ორგანიზატორად, როც თავისი გაჭირვებია, აღარ პარლამენტში აღარ არის, აღარ გავლენა აღარ აქვს და ბოლოსაც როცა იქ იყო, მაინც ამაც დიდი და ცეცხლოვანი პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა. როგორ შეიძლებოდა რომ მას რაღაც გრანდიოზული გავლენა ჰქონდოდა საარჩევნო პროცესებზე. რა თქმა უნდა, ჯობს რომ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში ცხოვრობდნენ და უნებრივი აქ ყოფნით უფრო მეც გაიგებენ და შეიგნებენ და აქედან თუ მიცემენ ხმას უკეთესია, ვინ ამბობს ამას. მაგრამ არ გვაქვს ჩვენ ისეთი ეკონომიკა, ისეთი ცხოვრება, რომ ადამიანებს დავეჭიტებით მოუწოდო ქვეყანაში დაბრუნებისკენ. და არ გვაქვს ჩვენ ისეთი წყობა, რაც საბჭოთა კავშირის დაინგრა, რომ ადამიანები აქ დააკავო და აქ ცხოვრებით შეძლო
შეძლონ მათ ღირსეული პირობების უზრუნველყოფა თავისი შვილებისთვის. ესეთი მოცემულობა გვაქვს. შესაბამისად ამ მოცემულობას პატივი უნდა სცე ისე, რომ საკუთარ მოქალაქეს ხვის მიცემის უფლება არ დაუკარგო. ეს იქნებოდა დემოკრატიული პრიორიტეტი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. არ გვყავს ჩვენ დემოკრატიული ხელისუფლება, აშენებენ ავტორიტარიზმს და იგონებენ რაღაცებს, რომ თურმე საწყალი ადამიანი, რომელიც მუშაობს საბერძნეთში, იმაზე გავლენას მოახდენს მიხაელ როტი, როგორ მოახდენს Facebook-ზე ის ადამიანი და უყურებს ქართულ მედიას ივსებს და იგებს აქედან ინფორმაციას მიხაელ როტი ვინ არის აზრზე არ არიან, როგორ უნდა დაარაზნო. ხო, ეს არის რაღაცა მოლანდებები და ჰალუცინაციები, ხო? დრამატულ გავლენას ვერავინ ვერ მოახდენს გარედან. დრამატული გავლენის მოხდენა საარჩევნო შედეგებზე შეუძლია მხოლოდ ქართულ ოცნებას. ის ამორჩევნების საზღვრების გარეთ ხედავენ, რას აკეთებს ქართული ოცნება და რას აშენებს. და ამ ემიგრანტების მთავარი პლუსი, როგორც ამომრჩევლების, არის ის, რომ მათ შეუძლიათ შეადარონ, რას ნიშნავს ნამდვილი კეთილდღეობის სახელმწიფო ევროპაში და როგორი ქვეყანა გვაქვს აქ საქართველოში. და ამ შედარების საფუძველზე აკეთებენ ხშირად არჩევანს და ამ შედარების ეშინია ხოლმე ქართულ ოცნებას. კი ბატონო, და ძალიან მაინტერესებს თქვენ გამოვისმინო. რეალურად პოლიტიკური პროცესი ახლა რა ეტაპს გადის საქართველოში ბატონ ლევან, თქვენი დაკვირვებით და ანალიზით გითხარით და ოპოზიციაში მიმდინარე პროცესიც მაინტერესებს, თქვენ როგორ უყურებთ და რა ხდება ოპოზიციაში? ქვეყანაში რა ვითარებაა, მგონი ეს არაერთხელ გვაქვს ჩვენ ნათქვამი, ქართულმა ოცნებამ უკვე დაამყარა ავტორიტარიზმი და ამ ავტორიტარიზმს ისეთი, ასე ვთქვათ, ინერცია აქვს აღებული და ისეთი სიჩქარით მიეკანება უსკრულისკენ, რომ ასე ვთქვათ, მუხრუჭის გამოყენებაც კი საშიშია. მეტადრე რომ ამ ხელისუფლებას მუხრუჭი საერთოდ არ აქვს. ანუ ძალიან მძიმე ვითარებაა და საერთოდ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზე ვართ. შეიძლება სულ ცოტა ხანში ჩვენ აქ მივიღოთ რაღაცა კოლონიალური პროქსი სატელიტური რეჟიმი, რომელიღაცა ანტიდემოკრატიული იმპერიების ჩინეთი იქნება ეს თუ რუსეთი, ასე რომ უმუხრუჭო, დაქანებული, ამორგიზებული რაღაცა ავტომობილის პირობებში არის დღეს ქართული ავტორიტარიზმი. რაც შეეხება ოპოზიციას, მე ვერაფერს ვერ ვამჩნევ, რომ ოპოზიცია ან მომავალზე ფიქრობს, ან სტრატეგიის ცვლილებაზე ფიქრობს, ან თავისი კულტურის შეცვლაზე ფიქრობს, ან თავის შეცდომებს იაზრებს. ეს ოპოზიცია არის ჭაობში და კიდევ უფრო ღრმად იწირება. არანაირი გამოფხიზლება მას ასე ვთქვათ არ ეთყობა და მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არსებობდნენ პროტესტამდე, აი ამ დიდი პროტესტამდე, რომელიც გასული წლის 28 ნოემბერს დაიწყო, ის პოლიტიკური პარტიები იქნებიან ზუსტად ისეთები, როგორიც ახლა არიან. მათ არ ეშველებათ, ისინი ვერ გამოსწორდებიან, ხო? რა ვიცი, მათ მომავალი არ აქვთ, მათ შეუძლიათ მხოლოდ წელი შეუწყონ ქართულ ოცნებას, რომ კიდევ უფრო მეტად გაიხანგრძლოს თავისი მმართველობა. ჩვენ სონი უნდა დავდოთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, ან ჯგუფებზე, რომლებიც წარმოიქმნებიან აი ამ პროტესტის შემდგომ პერიოდში და არიან ახალი ყაიდის და ახალი ამის ნიშნებს ხედავთ? როგორ არა, იქმნებიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფები ჩვენს ირგვლივ და იმედი მაქვს, რომ ისინი ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან, ხო? წარმოშობილი არის სხვადასხვა მოძრაობები, ჯგუფები, საზოგადოებრივი მაუწყებლით, მარში მაგალითად და სერიოზული ადამიანები არიან და მათ შეუძლიათ იმპულსის შეტანა, ცვლილების სიოს შემოტანა ჩვენ პოლიტიკურ ველში. მე არ ვამბობ, რომ ეს ოპოზიციური პარტიები, რაც დღეს არსებობენ, ისინი უნდა გააქრნენ, მე კი გამეხარდებოდა, მაგრამ ამისი თქმა არ შეიძლება და დღეს არ არის, ასე ვთქვათ, ეგ თემა აქტუალური, მაგრამ ნელ-ნელა მათ თავიანთი მნიშვნელობა უნდა დაკარგონ და სხვა ძალები შემოვიდნენ. თუმცა ხელისუფლებისთვის არის აქტუალური ბატონ ლევან და აკრძალავს, ხო, რამდენიმე პარტიას? ხო, მაგაზეც ვისაუბრია ჩვენ ხელისუფლება, მე მგონია, რომ მორიგ მედია სპექტაკლს ათამაშებს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში
თქვენ გვალაპარაკოს, უნდა აკრძალონ თუ არა რომელიღაცა პოლიტიკური პარტია და ბოლოს არცერთ არ აკრძალავენ, ან რომელიღაცაც აკრძალავენ და მერე გასაჩივრება და მთელი სიცოცხლე ვილაპარაკებთ ვიღაცების აკრძალვა, არ აკრძალვაზე, ესეც რაღაცა დინარაძის და კობახიძის ეგ ბრწყინვალე გონებაში მოხარშული სტრატეგია, ხო? მაგრამ ნაწილობრივ ეთანხმებს კი ხელისუფლებას ვიღაცების აკრძალვა უნდა, მაგრამ მე გეუბნებით აი ფორმულას, ხო, ფორმულა არის შესაძლებელი, თავარი, ცვლადი ქართული ოცნების ხელისუფლების ცვლილების საქმეში იქნებიან ახალი პოლიტიკური ძალები და არაძველი პოლიტიკური ძალები. იმიტომ რომ შევახსენოთ ნაციონალურ მოძრაობას, რა ვიცი, სხვა პარტიებს, რომლებიც არსებობენ, ხო, ნაციონალურ მოძრაობის წიაღიდან წარმოქმნილ პარტიებს, რომ ქართულმა ოცნებამ რომ დღეს ავტორიტარიზმი დაამყარა, ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს, მხოლოდ ივანიშვილს არ ეკისრება, ხო? მათაც ეკისრება, ლომის წილი მათზე მოდის, მაგრამ ქართული ოცნების აი დღევანდელ აღვირახსნილობაში თავისი წვლილი შეტანილი აქვს იმ ოპოზიციას, რომელიც გამოდიოდა ისტერიული, არასაქმიანი, არასერიოზული, რევანშისტული დღის წესრიგით. აი მათთვის ერთ-ერთი არის აი კობახიძეების და სხვების ძლევამოსილება. კი ბატონო, ორი კითხვა მაქვს, უნდა მოვასწრო ბატონ ლევან. პირველი ის, რომ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას მუხრუჭი არა აქვსო, ხო? აქედან გამომდინარე, ვინ ან რა შეიძლება გახდეს ხელისუფლებისთვის მუხრუჭი? ხელისუფლებისთვის შეიძლება ორი მუხრუჭი არსებობდეს, ხო? ერთი არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება საქართველოში დაორგანიზდეს და ხვალ თუ არა და ზეგ თუ არა რამდენიმე წლის მერე შეიძლება მან ორგანიზებულად იჩინოს თავი და გააჩეროს ისინი, ანუ ახალი სოციალური ფენების შემოყვანა პროტესტში, ახალი მუხტის შემოტანა პროტესტში და რაც თავარია ახალი თემების გააქტიურება პროტესტში. აი ეს შეიძლება მუხრუჭად იქცეს და მეორე მუხრუჭი შეიძლება იყოს თვითონ მათი არაორგანიზებულობა და შიდა არეულობა და შიდა დაძაბულობა. ხო, აი ეს ორი წინააღმდეგობა შეიძლება მათ შეხვდეს. საერთაშორისო ფაქტორს ერთი, აი მაგის ვამბობდი ზუსტად არის კიდევ ერთი ფაქტორი, სწორედ საერთაშორისო ვითარების ცვლილება, მაგრამ დღეს სამწუხაროდ მსოფლიოში, როცა ლიდერის პოზიციაზე არიან ისეთი ულტრამემარჯვენე და მოფაშისტო სუბიექტები, როგორიც არის ტრამპი, ხო, ასეთ მსოფლიოში საერთაშორისო ფაქტორზე ნაკლებად უნდა დავდოთ ზონი და საკუთარი თავის კი ბატონო და ბოლო ჩემი შეკითხვა იქნება თქვენ ტრამპს შეეხეთ და შესაბამისად საგარეო პოლიტიკას ეხება ბატონ ლევან. თქვენ იცით რომ მთელი მსოფლიო აკვირდება ახლა პროცესს, რომელიც გულისხმობს უკრაინა-რუსეთის ომის უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. აქედან გამომდინარე, პაპუაშვილმა გააკეთა ერთ-ერთი განცხადება და ამ განცხადების შეფასება მინდა გთხოვოთ, მე ციტირებას მოვახდენ, გუშინ პირველად მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა. აქ როგორც ჩანს, ევროკავშირი იგულისხმებოდა, აქამდე თუ საუბარი იყო, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა უნდა დაეთანხმოს, ახლა ამას დაემატა როგორც ჩანს ევროპა როგორც აქტორი შეთანხმების მონაწილეობისა. ეს დამაფიქრებელია ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს ეჭვებზე, რომელზეც საუბარია ევროკავშირის შიგნითაც, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს ამ ომში. რა გზავნილია ეს ბატონ ლევან და მუდმივად რატომ კეთდება დასავლეთის და ევროპის მიმართულებით, რა ვიცი, დარტყმები? რა ვიცი, მე ხა თავს ვიკავებ თქვენ რადიო მსმენელს წემ პატივს, ხო, აი ხა რაც თქვენ დაიკითხეთ, ნუ აი რბილად რომ თქვათ არის სისულელე. ეხლა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ხდება უკრაინის ომის შედეგებით, ხო? ამ ომის შემდეგ რა წესრიგი იქნება, ამაზე არის დამოკიდებული მთელი ევროპის ბედი. და ეხლა ევროპა არ ჩაერიოს და მარტო ტრამპმა და პუტინმა გადაწყვიტონ, როგორ დამთავრდება ომი? ეს უნდა გითხრათ შალვა პაპუაშვილს? ეს დიდი პროგრესია ბატონი შალვა, ძირითადად ოპოზიციონერების მეუღლეების და
საყვარლების Facebook სტატუსებზე აკეთებს ხოლმე კომენტარებს და ამით არის დაკავებული და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეს სამზარეულო ჭორაობის საზღვრებიდან გამოვიდა და გლობალურ პოლიტიკაზეც გააკეთა კომენტარი. ეს შეგვიძლია დადებითად რჩევა. კი ბატონო, მადლობა ბატონ ლევან. მადლობა რომ გამონახეთ მადლობა. დრო და პასუხობდით ჩვენს კითხვებს. შეგახსენებთ ჩვენი